მოვინდომოთ თითზე ჩავავთვლით იმ ქართულენოვანი ნაწარმოებების სიას, სადაც ქვიარ გამოცდილებები არათუ ცენტრალური დამხმარე მნიშვნელობის მაინც არის. წლების განმავლობაში ქვიარ გამოცდილებები ქართული ლიტერატურისთვის სრულიად უხილავი იყო, რაც ისტორიული რეალობიდან გამომდინარე გასაგებიც არის. თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც და ახალ წესრიგზე გადაწყობის შემდეგაც დიდად არაფერი შეცვლილა. ქვიარ გამოცდილებები, მათ შორის ისტორიული გამოცდილებები აქა-იქ გამოჩნდა. იქნება ეს აკამორჩილეძის ნაწარმოები, მერე ანა კვერძაიას ამანდაშვილის ნაწარმოები, რომელიც თანამედროვე რეალობაში გეი კაცის გამოცდილებაზე ჰყვება. თუმცა ამის იქეთაც ქართულ ლიტერატურაში მე პირადად რაც მახსენდება გამოცდილებები ძირითადად გეი კაცების პერსპექტივიდან ან გეი კაცების გამოცდილებებზეა მოყოლილი, თუმცა სხვა დანარჩენ გამოცდილებებზე ძირითადად არაფერს ჰყვებიან. უფრო ახალმა რეალობამ წინ წამოწია ქვიარ გამოცდილებები, მათ შორის ქვიარ ავტორების სათქმელი და რაღაცნაირად ყამირი გაიჭრა, თუმცა წინ მაინც დიდი გზა და პრაქტიკა, რომელზეც შეიძლება დაფუძნდე და გამოცდილება, რომელზეც შეიძლება დააფუძნო შენი სათქმელი, დიდად მაინც არ არსებობს. საერთოდ ბოლომდე გაუგებარია ისიც, რაც შეიძლება ჩაითვალოს ქვიარ ტექსტად და რა არა. არის ეს ტექსტები, რომლებიც შეიძლება დაწერილი იყოს ჰეტერო ავტორების მიმართ და ყვებოდნენ ქვიარ გამოცდილებაზე და ქვიარ ადამიანების გამოცდილებებზე, თუ ზოგადად ჰეტერო პატრიარქალურ სისტემასთან წინააღმდეგობის გამოცდილება და ამაზე საუბარი შეიძლება ჩაითვალოს ქვიარ ტექსტად. თუ საერთოდ რა არის, მოკლედ ამაზე სასაუბროდ, რა შეიძლება ჩაითვალოს ქვიარ ტექსტად, როგორია ქართული ქვიარ ლიტერატურის რეალობა. და როგორი შეიძლება იყოს ან მოლოდინები, ან ის აწმყო, რომელშიც ახლა ვართ. ამაზე სასაუბროთ, ჩემი ფავორიტი ქვიარ ტექსტის, ქართული ქვიარ ტექსტის აკუმის ავტორი ნანა აბულაძე დავპატიჟეთ. ეს უკანონო პოდკასტია, მე გიორგი ბასხაჯაური ვარ და ახალი ეპიზოდების ნახვა ყოველ სამშაბათს 7 საათზე YouTube-სა და Spotify-ზე შეგიძლიათ. მადლობა ნანა სტუმრობისთვის. გამარჯობა, მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში იმას გკითხავ, თუ გაქვს ქართული ლიტერატურიდან ფავორიტი, ან ესეთი საყვარელი შენთვის მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც ან ქვიარ გამოცდილებაზე, ან საერთოდ ქვიარ ამბავს, ან დაუმორჩილებლობის ამბავს ყვება რა. კი, ორია თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან, ესენიც ნინო ღაიდელის ულვაშები და ნიკო გორგილაძის კრებული, აქ მიპოვი, ორივე წიგნმა წელს ლიტერა აიღო და მე ვიყავი ჟიურიში ასე მოხდა და ჩემთვის მართლა აი ამ წლის წაკითხული წიგნებიდან ეს იყო ორი აღმოჩენა, რომელთა არსებობის გამოც მე ძალიან ბედნიერი ვარ. და ეს არ არის მარტო აი ქვიარ ლიტერატურა, რომ ვამბობთ, ესე არ უნდა გაიგოს მსმენელმა, რომ რაღაცა ვიწრო ჟანრობრივ ჩარჩოში ვაქცევთ ჩვენ ტექსტებს. ეს არის ობიექტურად კარგი წიგნები, სადაც არის სხვა მრავალი თემა, გარდა ქვიარობისა და ნაჩვენებია ეს ყველაფერი დევნილობა იქნება ეს ნიკო გორგილაძის შემთხვევაში და სხვათა შორის ნინო ღაიდელის შემთხვევაში, ორივე წიგნი რაღაცაერთ გაქცევის თემატიზებას ცდილობს. ეს ყველაფერი როგორ ერწყმის ქვიარობას და არის საბოლოო ჯამში ზოგად ადამიანური გამოცდილება. ხო, პრინციპში ეგორივე წიგნი დაიწერა ემიგრაციაში და ნიკოს ლექსები წლების განმავლობაში ნაგროვები ლექსებია, ნითინიც 2 წელი წერდა მაგ ტექსტს და იქედან ამ ეს მიმართება წასulis და რომელიც იხსენებს რაღაცნაირად წარსულის გამოცდილებებს, მაგასაც მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა, მაგრამ ეგ ორივე ავტორი, ვინც ახსენე, არის ღიად ქვიარ ავტორი. და ყვებიან პერსონალურ გამოცდილებაზე მათ შორის, მაგრამ როგორ შეიძლება გავიგოთ საერთოდ რა არის ქვიარ ტექსტი რა. მან ავტორს აქვს მნიშვნელობა, ესეთი არსებითი მნიშვნელობა, არის შინაარსი, რასაც ტექსტი გვაძლევს თუ მოკლედ სად შეიძლება ეგ ზღვარი გაავლო, რა არის ქვიარ ტექსტი და რა არა რა. ესეთი ზოგადი პასუხი მაგ კითხვაზე არ არსებობს. მე რასაც ვაკვირდები ტენდენციას, ცოტა ხანში ჩვენ შეიძლება ესე ქვიარ ლიტერატურა ცალკე აღარც გქონდეს, იმიტომ რომ ყველა ლიტერატურა ქვიარ იქნება. იმიტომ რომ არის ტენდენცია, რომ იმ ტექსტებშიც, რომლებზეც ჩვენ არ ვიტყვით, რომ აპრიორულად ქვიარ რომანებია, არის ერთი სიუჟეტური ხაზი მაინც ქვიარული, ან რომელიმე პერსონაჟი მაინც არის ქვიარი. ან შეიძლება ექსპლიციტურად არ არის ეს ქვიერ გამოცდილება გადმოცემული, მაგრამ ასე შეგვიძლია წავიკითხოთ.
მოგიკითხოთ. ჩვენში ნათარგმნი წიგნებიდან ერთ-ერთი მაგალითი იქნება მთებმა მთებს უთხრეს, რომელზეც მე არ გამიგონია რომ ვინმე ეთქვასო გეი რომანიაო, მაგრამ იქ არის ერთი სიუჟეტური ხაზი, რომელიც გეი კაცის გამოცდილებაზე ყვება ავღანურ საზოგადოებაში, ხო? მეორე მაგალითი, სადაც ვთქვათ ესე აშკარად queer გამოცდილებაზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ რაღაცა ქვეტექსტები შეიძლება დავინახოთ. ეს წიგნი ქართულად ნათარგმნი არ არის ასეთი ამერიკელი მწერალი იუნ ლი და მისი დღის მდგომარეობის ბოლო რომანია The Book of Goose ქვია და ყვება ორი გოგოს მეგობრობაზე, მაგრამ თვითონ როცა ავტორმა ილაპარაკა, თქვა რომ ერთ-ერთმა მისმა ნაცნობა კრიტიკოსმა, რო წაიკითხა, თქვა რომ უიმე როგორც იქნა იუნ ლიმ ქვია რომანი დაწერაო და თვითონ ავტორს ამაზე არ უფიქრია, მაგრამ მე რო დავფიქრდი, რატომაც არაო. ავტორი თვითონ ქვიარი არ არის. მაგრამ ეს მეგობრობა ამ გოგოების იმდენად მრავალპლანიანია, რომ იქ შეიძლება რაღაც ქვიარულიც ამოვიკითხოთ. მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს კომერციული პოლუსი ხო ლიტერატურაში, სადაც თქვათ უცხოეთში რო შეხვალთ წიგნების ნებისმიერ მაღაზიაში, იქ არის ერთი დიდი თარო, შეიძლება სექცია და შეიძლება საერთოდ სართულიც, რომელსაც აწერია LGBTQ+. და ეს არსებობს, ანუ იქ ესეთი ჟანრობრივად ძალიან ესეთი დაყოფა არსებობს. მაგრამ ტენდენცია მაინც იქითკენ მიდის, რომ ისეთ ტექსტებშიც კი, სადაც ჩვენ დიდად არ მოველოდებით queer გამოცდილების გადმოცემას, ხო? ჰორორში მაგალითად, სადაც ეს შეიძლება არ იყოს წამყვანი თემა, შეიძლება პერსონაჟის queer-ობა იქ საერთოდ სიუჟეტურად მნიშვნელოვან როლს არც თამაშობდეს, ეს გამოცდილებები მაინც ჩნდება. და მე მგონია, რომ ეს საზღვარი მოკლედ ნელ-ნელა იშლება და ლიტერატურა ხდება ნაკლებად ჰეტერონორმატიული. აი ინტერპრეტაციაზე რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული წეღანაც ახსენე და ალბათ წიგნთან მარტო რჩება რა ადამიანი გინდა არ გინდა მაინც დამოუკიდებლად კითხულობ და მე შენ შიგნით რაც ხდება მაგას ამთხვევ რაღაცებს. ახლა მაგალითად მე საერთოდ შემიძლია ვთქვა რომ ვაჟაფშაველად შემიძლია როგორც queer ტექსტი მაგალითად გველის მჭამელი შემიძლია როგორც queer ტექსტი წავიკითხო. შემიძლია ალუდა ქეთილაურიც წავიკითხო როგორც queer ტექსტი. ოღონდ ნუ აი რაღაცნაირად დამკვიდრებულ ფესვგადგმულ სისტემასთან წინააღმდეგობის ნაწილში გავაბლო რაღაცა ბმა რა. როგორია აი ქართულ ლიტერატურაში ტრადიცია queer გამოცდილებების ასახვის ან შენ რაც გაქვს ინფორმაცია ნიშნები რაც შეგიმჩნევია და აშკარად ეს დაგისკვნია რომ ეს შეიძლება იყოს queer ტექსტი ან queer მგრძნობელობა გასდევდეს ესე ლაიტმოტივად როგორია მოკლედ ქართულ ლიტერატურაში რასაც დაკვირვები ხარ ამ გამოცდილებას აი ახალს უფრო არ გეკითხები უფრო წარსულ მე მგონი ამის ნიშნების დანახვევები ხელოსანში შეგვიძლია ჯერ კიდევ სადაც კაცები არიან ძალიან მგრძნობიარეები ტირიან და პრინციპში მოქმედებისთვის მათ აღძრავდნენ ქალები რომლებიც იღებენ რაღაცა უცნაურ რაციონალურ გადაწყვეტილებებს ეხლა შენ წახვალ იქ მოძებნია ამას გააკეთებ ამას და გასაგებია ეხლა ჩვენ გვეტყვიან რომ ის პლატონური ფილოსოფიიდან მოდის ეს მამაკაცების მეგობრობა შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ რუსთაველისათვის რაღაცა ნორმები, რაც მის დროს საზოგადოებაში იყო, ასე ვთქვათ, ეჭქვეშ აყენებს ამას, ხო? მაინც ლეკვილო მისასწორიას არ გულისხმობ აქ, გულისხმობ აი როგორებიც არიან თვითონ ეს პერსონაჟები და მათ შორის ურთიერთობები და დამოკიდებულებები როგორიც არის. იგივე ხა ფატმანი სოციალური თვალსაზრისით ბევრად სხვა დაბალი სოციალური სტატუსი აქვს, ვიდრე ავთანდილს და ტარიელს და წესით ისინი რაღაც მეგობრულ ურთიერთობაში არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ საკონძო ფიგურა აღმოჩნდება, რომელიც სიუჟეტის განვითარებაში თამაშობს უდიდეს როლს და რომ არ ყოფილიყო ფატმანი, კაცმა არ იცის იქ რა მოხდებოდა. და ის ცალკე მომენტია, რომ თქვათ ფატმანის ცხოვრების წესი მკაცრად არის გაკიცხული იმ დროინდელ საზოგადოებაში, მაგრამ რუსთაველი ამას ყურადღებას არ აქცევს და გვისახავს ფატმანს როგორც ცალსახად დადებით პერსონაჟს, კარგ მეგობარს. შემდეგ უკვე ხა მერე მონღოლები შემოვიდნენ და ლიტერატურა კი არა საერთოდ ქვეყანა აღარ ქონდა და აი ესეთი რახან ტრადიციაში წყვეტა გვაქვს, ამიტომ queer ელემენტებიც რაღაცები ქართულ ლიტერატურაში მოკლედ არ განვითარებულა რაღაც ისტორიული მოვლენების გამო.
მე რაც მახსენდება ბევრად მოგვიანო პერიოდში ეს არის ქალაქური პოეზია და იქ გასაგებია ეს ატომაც მოხდა თბილისი იყო ძალიან მულტიეთნიკური ქალაქი და ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა ვისაც წაუკითხავს იოსებ გრიშაშვილის წიგნი და თუ არ წაუკითხავთ ჩვენ მსმენელებს ვურჩევ იმიტომ რომ ბევრ საინტერესო რამეს ამოიკითხავენ იქ იმ ადამიანების შესახებ ვისი სახელებიც ჩვენ ახლა აღარც გვახსოვს ამ პოეტების შესახებ ავანგარდის პერიოდში შესაძლებელია ყოფილიყო queer ელემენტები და მოდერნიზმში მოდერნიზმს რო ღირსებოდა განვითარება და ის მერე სოციალისტურ რეალიზმს ხელოვნურად არ ჩაეწყვიტა იმიტომ რომ ამის პოტენციალი იყო და საერთოდ მოდერნიზმი ასეთ ელემენტებს უკეთ იტანს როგორც თვითონ ისეთი მიმდინარეობა რომელიც კონვენციების წინააღმდეგ და კონვენციების რღვევისკენ არის მიმართული მე მახსენდება ტიციან ტაბიძის ერთი მოთხრობა, რომელიც ამორძალები ქვია, თუ სწორად მახსოვს და იქ არის ეს ქალებს შორის სიყვარული. ნუ საბოლოო ჯამში ეს ქალი მაინც კაცთან რჩება და რაღაც სიუჟეტი იცვლება, მაგრამ თავისთავად ამის თემატიზება ჩემთვის მაშინ ძალიან მოულოდნელი იყო, როცა ეს მოთხრობა წავიკითხე. ეკატერინე გაბაშვილს აქვს რაღაც ცელობები ანდროგინიაზე წერის, მოთხრობას ქვია მონასტრის კიდეთა შორის და არ არის ცნობილი ტექსტი და შეიძლება აი თხზულებათა სრული კრებული თუ ვინმეს აქვს სახლში იქ ნახოს. აქ არის ესეთი სიუჟეტი, რომ ქალი მიყავთ მონასტერში, იმიტომ რომ მას ისტერია დაემართება და იქ ნაჩვენებია რის გამოც ემართება, რომ ეს ოჯახური რაღაც წნეხი ვერ იტანს ამ ნორმებს მოკლედ და მონასტერში არის ბიჭი, რომელიც აღწერილია, რომ აქვს ანგელოზური სილამაზე, ნუ ანდროგინული ტიპაჟია თავიდან ბოლომდე და იქ ანდროგინის ღვთაებრივი განმარტება შემოდის, რაც მითოლოგიიდან მოდის და ძალიან საინტერესო მოთხრობა არის ამ თვალსაზრისით. დანარჩენი ჩვენ რო გქონოდა ესეთი რაღაცა აი ესე გაბნეული გვაქვს სხვადასხვა ელემენტები, რო გქონდეს ესეთი უწყვეტი განვითარება, რომ აი სადღაც გაჩნდა queer ელემენტები, მე ასე განვითარდა და მოვედით აქამდე, ეგ არ ყოფილა. ძირითადად queer გამოცდილებებზე ლაპარაკი მაინც დაიწყო თანამედროვე ქართულმა ლიტერატურამ. თანამედროვე ქართულმა ლიტერატურამ 90-იანების მერე, ნუ ჯერ ჩნდება მე ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია აკამორჩილძის გადაფრენა მადათოვზე და უკან. მანდ ტრილოგიის პირველ წიგნში მე-19 საუკუნის თბილისი ამოყოლილი და მე ამ კინტოების კულტურის ქრობაზეც რა პრინციპში სიკვდილზეც და იქ ნუ დამამცირებელ კონტექსტშიც კი არიან მოხსენიებული და მე-19 საუკუნის ენით წერს აკამორჩილძე და დამამცირებელ კონტექსტშიც კი არიან მოხსენიებული, მაგრამ ამ საერთო თარგის ნაწილი რო რაღაცნაირად თბილისური კულტურის ნაწილი რო არიან, მათ შორის კინტოები და ისინი ვინც კინტოებთან ურთიერთობდნენ ფაქტია მოკლედ აი თანამედროვე საქართველოში როგორია მოკლედ თანამედროვე ქართულ მწერლობაში როგორია მოკლედ ეს queer გამოცდილებებზე მოყოლა ჯერ პრინციპში იწყებენ ნუ ჰეტერო ავტორები ან ავტორები რომლებსაც ჰეტეროდ ვიცნობთ და მათ შემოაქვთ ეს რაღაცა საკითხები და მე რაიჭრება რაღაცნაირად ეგ გზა რომ თვითონ ღიად queer ავტორები იწყებენ რაღაც გამოცდილებების მოყოლას რას თვლი აი თანამედროვე ლიტერატურული პროცესისთვის მნიშვნელოვან ძეგლებად თუ თვლი რამაც მე რაღაცნაირად მნიშვნელობა არის თამთამელაშვილის ერთი მოთხრობის სახელს ახლა ვერ ვიხსენებ, მაგრამ მოთხრობა დაწერილი არის დედის პერსპექტივიდან, რომელთანაც შვილმა გააკეთა coming out-ი. და მე ვფიქრობ, რომ ჯერ ეს ძალიან საჭირო პერსპექტივაა მშობლის და ეს მოთხრობა ადრინდელია და მაშინ როცა დაიწერა, ჯერ არ იყო queer ლიტერატურაზე ჩვენ არ ვლაპარაკობდით. მეც პატარა ვიყავი მაშინ სხვათა შორის. ხო და ძალიან ნამდვილი მოთხრობა არის და ერთი მაგას გავიხსენებდი, საიდანაც აი ჩემთვის დაიწყო. მერე იყო გურამ მაცხონაშვილის გლდანი. ესეც რაღაც ცოტა მოულოდნელი პერსპექტივიდან დაწერილი ტექსტი და მაგდა კალანდაძის მეორე ოთახსაც დავასახელებდი, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ეს არ არის ისეთი წიგნი მე რომ მომეწონებოდა და მგონია რომ მოკლედ ავტორის ასე ვთქვათ იდეოლოგიურ პერსპექტივასთან მაქვს მანდ პრობლემა და არა ლიტერატურულ შესრულებასთან, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება არის. და ამ იდეოლოგიურ პერსპექტივაზე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს საინტერესოა. პერსონაჟი, რომელიც აქ ამბავს ყვება, ის არის ორ სამყაროს შორის გაჭედილი, რაღაც ლიმინალურ მდგომარეობაში, მან იცის, რომ ჰეტერონორმატიულ საზოგადოებას არ ეკუთვნის, მაგრამ ბოლომდე ვერც queer-ებს ვერ ეკუთვნის და ეს ძალიან კარგად ჩანს ერთ ეპიზოდში, როდესაც რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციაში
ქეროლზე სალაპარაკოთ იწვევენ და ჩანს მისი დამოკიდებულება, როგორ უყურებს დანარჩენ ქვიარებს იქ რაღაც ორი გოგო ერთმანეთს კოცნიდაო და მე ცივად გავხედეო ამას ყვება. და ბოლოში აი ეს საზღვარი, რომელიც არსებობს, გადაილახება მის მიერ. და ჩემი აზრი ის არის, რომ ეს ხო მაინც ეპისტემოლოგიური საზღვარია, ხო? ანუ ჩვენმა სუბიექტურმა აღქმებმა შექმნა ეს საზღვარი და თანამედროვე ლიტერატურაში უკვე ეს საზღვარი აღარ არის, ანუ მოშლილია. გასაგებია, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ასეთ საზოგადოებაში, მაგრამ ლიტერატურა წინ უსწრებს ხოლმე საზოგადოებას რაღაც ნორმების დამკვიდრებაში. და აქ ეს საზღვარი წარმოდგენილია როგორც ონტოლოგიური და ეს ცოტა არ მომწონს. მაგრამ მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ტექსტია, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპებსაც ეხება, იქ დოკუმენტური ხაზიც შემოდის. ხო, მათ შორის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია, ეს ალბათ მსმენელებმაც ახსოვთ, როცა საპატრიარქოს კედელზე დაწერეს წარწერა და ეს ეპიზოდი მათ შორის ჩანს ამ ტექსტშიც რა. კი. ეს არის ვთქვათ რაღაცა ელემენტები შეგვიძლია სხვა ტექსტებშიც დავინახოთ, მაგალითად ნანა ექვთიმიშვილის მსხლების მინდორი არის, რომელიც არ არის ქვიარულ გამოცდილებაზე, მაგრამ მარგინალური ჯგუფის გამოცდილებაზე არის. და სექსუალობის თემა იქაც, სექსუალობის აღმოჩენის თემა იქაც შემოდის. დანარჩენი დავით გაბუნიას დაშლა, აქაც აქ უკვე ცოტა აი ოჯახი როგორც ნორმების ერთობლივ უკვე ამას უტრიალებს ავტორი, ანუ იქ მხოლოდ ქვიარობაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, მაგრამ შემოდის პერსონაჟი, რომელიც არის ცოტა უფროსი თაობის წარმომადგენელი გეი და ჩანს ამ თაობის ცხოვრების წესი, რომ მათ აუცილებლად ყავდათ ცოლები, მაგრამ ჰქონდათ პარალელურად სხვა ურთიერთობები კაცებთან და ეს ნორმად მიიჩნეოდა და ყოველთვის ასე ხდებოდა და რა თქმა უნდა ცოლშვილმა და არავინ საერთოდ ამის შესახებ არაფერი არ იცის. და ეს კაცი ამბობს ამას, რომ რამისთვის რომ იგეღწია, უნდა ყოლოდა მაშინ ცოლშვილიო საბჭოთა პერიოდში. ანუ რაღაცა სოციალური სტატუსის გამსაზღვრელი მომენტი იყო. ხო, მაგ ტექსტში თვალთვალისა და უაიერიზმის ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კაი ტექსტია მომწონს, მაგრამ აი ახლა რამდენიმე ესეთი ნაწარმოები ვახსენეთ და ძირითადად არის ხოლმე მაინც მე ყოველ შემთხვევაში ჩემ დაკვირვებით ეგრეა, რომ გეი კაცების გამოცდილებები უფრო ჩანს ამ ქართულ ტექსტებში. მე მახსენდება რომეოც, დაშლაც, არა გლდანში პრინციპში თვითონ გლდანია პერსონაჟი, მაგრამ იქამდე ეს მადათოვიც, მე ანა კორძაიას ამადაშვილსაც ეს პერსონაჟი ყავს გეი, რომელიც ძალიან საინტერესო და უბრალოდ 2000 წლების თბილისში უბრალოდ არსებობს და პრობლემა ისეთი არც არაფერი არ აქვს და ეგეც საინტერესო და სანახავია, მაგრამ რამდენად არის ხო მოკლედ მაგნაწილში აი თვითონ ამ ქვიარ გამოცდილებების მრავალფეროვნების ასახვის ნაწილშიც თავისთავად იქნება გამოწვევები, რა კი ესეთ იმაზე ვართ რა ტრადიციაში რა კი არ ვართ და რაღაცნაირად ფრაგმენტულია ის ამბები, რაც აისახება, რამდენად შეიძლება მაგის თქმა? კი, სხეული პირველ რიგში ეს შეიძლება ზოგადად ქართულ ლიტერატურას ეხება, აი ეროტიკული სცენის დაწერა არის ძალიან დიდი პრობლემა. ნაწილობრივ ენით არის თვითონ განპირობებული, იმიტომ რომ გარკვეულმა სიტყვებმა შეიძინა ძალიან უარყოფითი კონოტაციები და ძნელია ეს სიტყვები ასე გაათავისუფლო ამ ასოციაციური მნიშვნელობებისგან. მაგრამ ეს საქმე ჩემი დაკვირვებით ითავეს ძირითადად ქალებმა, თამთამელაშვილის ეთეროს, რომელსაც ხათაშორის ეთეროშიც არის პატარა ქვიარ ხაზი, როცა იხსენებს თავის ერთ-ერთ მეგობარ გოგოს და რომ ეხუტებოდიო რას განიცდიდა, მაგრამ მე ეს გაშლილი არ არის, მაგრამ მე როცა წავიკითხე ეს თვალში მომხვდა. ხო, აი მე არ მახსოვდა ეგ. ხო, კი არის. და ფილმიც თუ ნანახი აქვს ჩვენს მენელებს, იქ არის ეგ თემა გაშლილი, როცა ფილმში დიალოგი აქვს ამ კაცთან, რომელსაც ფილმში მგონი მურმანი ქვია, მოკლედ წიგნში არ ქვია სახელი, ფილმში აღარ მახსოვს რა ქვია. ეს კაცი ეკითხება თუ ყვარებია ოდესმეო და ეთერო უყვება ამ გოგოს ამბავს, რომ ის უყვარდა. ეს მაგდა კალანდაძესთანაც აი წეღან ნახსენებ მეორე ოთახში არის ეს ქალის სხეული და სხეულთან აი ამ გაუცხოების დაძლევა და თინინო ღაინდელმა კიდე სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს ბოლოში. დანარჩენი აი
ცოტა ალბათ მრავალფეროვნება გვაკლია, ხო? ან გეი კაცების, ან ლესბოსელი ქალების გამოცდილება, ანუ ცოტა ბევრი ისეთი პერსონაჟი, რომლებიც თქვათ შეიძლება ან არაბინარულები არიან, ან პანსექსუალები არიან, ან მონოგამიურ ურთიერთობაში არ არიან, ანუ ეს ამბები ქართულ ლიტერატურაში ჯერ ასე არ არის. მაგრამ იმედია, რომ ახლა დავიწყეთ და იმედია იქნება. არა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო უნდა იყოს არაბინარული გამოცდილების დღევანდელ საქართველოში კიდევ ძალიან მგონია, რომ შეიძლება საერთოდ სხვა განზომილება შეიძინოს არაბინარულ გამოცდილებაზე მოყოლის ნაწილმა, ან მაგ ნაწილში თვით გამორკვევამ და მე საერთოდ ქვეყნის გამორკვევამ იმიდან რაში ვართ და ყოველთვის ამ ორ პოლუსიან მოცემულობიდან რაღაც არაბინარულ გააზრებაში გადასვლამ და მოკლედ მე მგონია რომ პერსპექტივები, მაგრამ წაიღან ახსენე რომ სულ მუდმივად გვაქვს წვეტები, არასდროს ნაკადი არ გრძელდება. არასდროს ნაკადი არ გრძელდება და ყველაფერი ერთმანეთისგან აი მოგუდულად არსებობს, სხვადასხვა ეს რაღაც ნიშნები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა საუკუნეში და სხვადასხვა იმაში ლიტერატურულ ტრადიციაში იყოს. და დღესაც იგივე რეალობის წინაშე ვართ, რომ ისევ წვეტა, რომელიც ხელოვნური არის თუ არ არის, არ ვიცი, ჩემი აზრით ხელოვნური იყო, ეხლა ვფიქრობ, რომ არ ვიცი, შეიძლება ბოლომდე ხელოვნურიც არ იყო და სხვა რაღაცები იყო, უბრალოდ ყალბი წარმოდგენა რაც გქონდა ან ამ საზოგადოებაზე და ან ზოგადად მიმღებლობაზე. როგორია ერთი მხრივ, როგორ შეიძლება დავინახოთ აი იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც დღემდე ქართულმა ლიტერატურამ გაიარა, რომ რა შეიძლება ყოფილიყო პერსპექტივები და ეს ხელოვნური წვეტა რას უქადის, მოკლედ ლიტერატურას, მაგრამ გვქვია რომ მთლიანად დაუმორჩილებლობის ამბავია და შეიძლება პირიქით გზაც გაჭრას იმისკენ, რომ კიდევ უფრო მოკლედ აი ამ დღევანდელ ამბავს როგორ შეაფასებდი, ისევ წვეტის წინაშე ვართ თან. არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე. მე მგონია, რომ ჩვენ გვექნება queer ლიტერატურა, ოღონდ არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ეს მთლიანად ემიგრანტმა ავტორებმა შექმნან და ცოტა არ იყოს წაიშალოს ზღვარი ქართულ და ემიგრაციულ ლიტერატურას შორის. დღეს ეს ზღვარი ისედაც ბუნდოვანი არის, მეტწილად ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე ან გლობალურ ლიტერატურაზე, ან საერთაშორისო ლიტერატურაზე, სადაც ზუსტად ამას გულისხმობთ, რომ ავტორები იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, ზოგი ენასაც და მერე ძნელია, ანუ ეროვნული ლიტერატურების დრო თითქოს მიდის და გლობალური ლიტერატურის დრო დგება. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესი არის. ეს ერთი რაც შეიძლება მოხდეს. მეორე ის რომ არ ვიცი, ყოველთვის მაშინაც კი როდესაც საბჭოთა კავშირი იყო, ლიტერატურაც და კინოც რაღაცნაირად ნახულობდა ენას, რომ მაინც გადმოეცა თავისი სათქმელი, მაგრამ თან ცენზურის ქვეშაც არ მოყოლილიყო. ძალიან არ მინდა რომ ქართული ლიტერატურა დაბრუნდეს ისევ ამ რაღაც ალეგორიის გამოქვაბულში, ეს ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ ძლივს გამოვედით მანდედან და ძლივს მოვახერხეთ რომ რაღაცა ახალი ენა შეგვექმნა და ახალი გამოსახვის ხერხები. მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ ესეც შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ერთხელ უკვე მოხდა. სხვა მხრივ, რა ვიცი, არ მგონია რომ რახან კანონია ამის გამო ვინმე მწერა შეწყვიტოს, ახლა ლიტერატურა მუდმივად იყო პროტესტის ხერხი, ესე ვთქვათ და ქვიარობა მით უმეტეს ხო. და აქვე ერთი რაზეც მინდოდა საუბარი იყო თარგმნილი ლიტერატურაზე, თარგმნილი queer ლიტერატურაზე. მე მგონია, ეხლა აი ჯერ მგონი არც გამოდის ახლა ბოლდუინის ჯოვანის ოთახი და ბოლდუინის საერთოდ ქართულად ნათარგმნი არ არის. სხვა ქვეყანას ვკითხულობ ახლა რომელიც მე მგონია რომ კიდევ ალბათ კიდევ უფრო ძლიერი ტექსტია ვიდრე ჯოვანის ოთახი, სადაც ასევე ეს queer გამოცდილებები და ბევრი ტექსტი აქვს რეალურად ბოლდუინს, რომელიც მართლა კლასიკად უნდა ითვლებოდეს და უნდა ითარგმნებოდეს ყველა ენაზე, ჩვენთან არ შემოუწევია. არიან კიდევ ავტორები და არის წიგნები, რომლებიც მე მგონია რომ უცნაურია ქართულად ნათარგმნი და ქართულ ენაზე რო არ არის. როგორია თარგმნის ნაწილში, queer ტექსტების თარგმნის ნაწილში ეს შენი დაკვირვება, რამდენად არის დანაკლისი და რამდენად იცის ქართულ ენაზე ვინც კითხულობს იმ კითხველმა ის ტენდენციები ან ის გზა, რასაც queer ლიტერატურა გადის წლების განმავლობაში მსოფლიოში. დანაკლისი რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჩვენ
ჯერ ერთი ძალიან ესე სპეციფიკური ნიშნების მიხედვით ირჩევა ტექსტები, რომლებიც ითარგმნება ხოლმე ზოგადად. ეს უნდა იყოს შეიძლება ნობელიანტი ან რაღაცა პრემიის ლაურეატი და იმის მიღმაც უამრავი კარგი წიგნი იწერება და მათ შორის ქუიარ ლიტერატურაშიც, რაც ჩვენ არ ვიცით. არ ვთარგმნით მაგალითად აი უფრო კომერციულად გაყიდვად ქუიარ ლიტერატურას, ამის საერთოდ არ მინახავს ეგეთი არაფერი. ხო, კი ბატონო, ეს საერთოდ არ მინახავს ასეთი არაფერი. ჯეიმს ბოლდვინი არ გვაქვს, მაგრამ უცნაური, მაგრამ ივლინ ვო გვაქვს თარგმნილი, მე მგონი ბრაიტსედში დაბრუნება, ხო, ქართულად. და პრობლემა მეორე, უფრო დიდი, რასაც მე ვხედავ, ის არის, რომ ამ წიგნებს არ აწერია, ანუ ანოტაციები არის. აი მაგალითად აქილევსის სიმღერა აქილევსზე რო ნახოთ ამ წიგნის ანოტაცია აწერია, რომ ეს არის, მარიცი, ახლო მეგობრობაზე. ხა ეს ხო არანაირად მესმის ჰომოფობიური გარემო ისა ესა, მაგრამ ანოტაცია ცოტა მაინც უნდა ასახავდეს იმას, რაზეც არის წიგნი. გასაგებია, სიმღერა აქილევსზე არც საზღვარგარეთ არ რეკლამდება, როგორც მაინც და მაინც გეი რომანი, მაგრამ რო ნახო რივიუები იქ წერია ყველაფერი. ეს ეხება სხვათა შორის იმ წიგნებს, რომლებიც თვითონ არა ქუიარ ლიტერატურა, მაგრამ ავტორია ქუიარი, მაგალითად, მარიკე ლუკას რეინეველდის მძიმეა დღის ბოლო. წიგნს რო გადმოატრიალებ, უკან აწერია, რომ კი, ამან მიიღო საერთაშორისო ბუკერი და ამაზე წიგნი. არ წერია, რომ ეს არის პირველი არაბინარული ადამიანი, რომელმაც მიიღო საერთაშორისო ბუკერი და პირველი ჰოლანდიელი მწერალი, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა, რომელმაც რომ მიიღო საერთაშორისო ბუკერი და არც ის წერია, რომ ამ წიგნში ის თავის გამოცდილებაზე ყვება, ის გაიზარდა ამ ძალიან ჩაკეტილ რაღაცა რელიგიურ საზოგადოებაში, მე გაიქცა იქიდან. არა და ეს ავტორი თვითონ არის ძალიან საინტერესო პიროვნება და ეს არაფერი იქ არ არის. ეხლა მე მაგ წიგნს მაგალითად პირადად ხელში არ ავიღებდი ეს ყველაფერი რო არ მცოდნოდა და გავიგე შემთხვევით სადღაც სხვაგან. და ბევრი მკითხველი, იმიტომ რომ ეხლა ბუკერი აიღო და რაღაც ბავშვობაზეა ფერმაში, ეს არაფერს არ მეუბნება მე წიგნის შესახებ და წიგნის მნიშვნელობის შესახებ. ესაა ძალიან დიდი პრობლემა, მგონი. ხო, ქუიარებს ეძახიან აბსოლუტურად ყველაფერს ანოტაციებში, მე ამბოხე სული თუ რაღაცნაირად გაუცხოება გარემოსგან, უბრალოდ თუ ადამიანი არის ქუიარი დაწერა, რომ ქუიარ ადამიანის გამოცდილებაა და გაუცხოება გარემოსგან აღარ არის საჭირო, რომ ეგრე რაღაცა მოიგონო რაღაცა ტერმინები და ეგრე წერო რა. აი ჟან ჟენეს ნოტრ-დამ დე ფლერის ანოტაციაში წერია. საერთოდ ვერ იფიქრებ ხო? არ ვიცი. ანუ ეს არის, არ ვიცი, კლასიკა ალბათ ქუიარ ლიტერატურის თუ რამე შეიძლება იყოს ეს ჟან ჟენეა და მიგწერია, რომ რაღაცა 16 წლის დაიჭირეს და ციხის გამოცდილებაზე ეროტიული ხო აი ეროტიული სიზმრები და ზმანებები და რეალობა და არეულია ერთმანეთში და ეხლა მკითხველმა რიგითმა მკითხველმა თქვა ჰომოფობმა მკითხველმა ეგ წიგნი რო იყიდოს საშინელად გაბრაზდება თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს რომ რატო შემომაჩეშეთ წიგნი რომელშიც აი ესენი ხდება და ხო სათაურიდანაც ვერ მიხვდება ვერაფერს ყვავილების ღვთისმშობელი ქვია წიგნს იფიქრებს რომ ნუ რაღაც ალბათ არ ვიცი შეიძლება საერთოდ სხვა აუდიტორიაზე რომელზეც არ უნდა გახვიდე. პრინციპში ამ თანამედროვე გამოცდილებებს და ამბებზე კითხებს საუბრის ბოლოს რეკომენდაციად თუ შეგვიძლია გადაუტოვო მსმენელს რაიმე ნაწარმოებები, რაც რის ქართულ ენაზე მოძებნას და წაკითხვასაც შეძლებენ. მე აქვე სავარაუდოდ შენ არ ურჩევ და მე აქვე აკუმს გირჩევთ, ნანა საკუმი იყიდეთ და წაიკითხეთ და ბევრი რამე კი ვახსენეთ ურვაშევიც და ნიკო გორგილაძის წიგნიც. ჯოვანის ოთახი აუცილებლად, როგორც კითაბეჭდს ნახავთ, ჩემი ბოლო დროის ყველაზე ესეთი მძაფრი ერთ-ერთი ლიტერატურული გამოცდილება არის ეგ წიგნი. ისფერი ელის ვოკერის. ეს არის ქართულად, ძალიან საინტერესო თარგმანი არის. მე არ ჩამიხედავს, მაგრამ ვიცი რაც აქვს თარგმნელს გაკეთებული და ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა ეს. ქართულად კიდევ რა გვაქვს? ყოველი მათგანის ამბავი ლეონარდ კოენის მე გამახსენდა. ხო, ლეონარდ კოენი. უიმე, ვირჟინი დეპანტი, თეორია კინგ-კონგი და მეგი ნელსონის არგონავტები, ეს მხატვრული ლიტერატურა არ არის მაინც და მაინც, მაგრამ ცოტა თეორიაში რო გავერკვიოთ ძალიან კარგია. არ ვიცი, შეიძლება მონახოთ ანდრია გიბსონის ან ედრიენ ნიჩის რამდენიმე ლექსი სადღაც თარგმნილი, თუ დაძებნით ამას კარგი იქნება. მიყვარს ეს პოეტები.
ძირითადად ხო, ეს არის ძირითადად. პოლინომიალს აქვს ხოლმე ბევრი ეგეთი წიგნი ცოტა ამოვარდნილი კონვენციებიდან, ესაც თარგმნიან. ხო, მაგრამ ნელ-ნელა ქართულ თარგმანებშიც უფრო და უფრო ჩნდება რა სხვადასხვა გამოცდილებები, რაც ძალიან კარგია, პრინციპში ვისაუბრეთ საკითხზე. მგონი ბევრი რამეც დავფარეთ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სულ ეგ იყო, დიდი მადლობა 64-ს და გვიყურეთ სამშაბათს 7-ზე.